მისმინეთ მიაბახეებო, რატომ ყვირით? მისედაც პრობლემები აქვს ჯულის. ჯული, მოიცადე, რა პრობლემები გაქვს, რა მოხდა? ჯული, უთხარი. არა, არაფერს არ ვიტყვი. შენ თუ არ იტყვი, იცოდე მე ვიტყვი. რა, ჯული, პროვასტიმ გაგაბრაზა? გოგოებო, დაწყნარდით. ჯული, მითხარი, რა მოხდა? არც ვიცი საერთოდ საიდან დავიწყო. ჯული, მიდი. პროვასტიმ დაუძახა ძროხა. პროვასტი, ჯული, მისმინე ერთ რჩევას მოგცემ. დაივიწყე პროვასტი, შეუძლია საერთოდ იდეალური მოდელი მოძებნოს. ამ სკოლაში ბიჭები ძალიან შორს წავიდნენ. ხო, შორს წავიდნენ. დიანა, პატრიკი, იცი რას აკეთებს? საღეჭრე ზინს აკრავს ამ სკოლაში ყველგან საერთოდ ყველა სართულზე, მაგრამ ჩუმად გითხარი. დიანა, მოდი ხარ. გოგოებო, კიდევ მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. დრო გვექნება შემდეგ მაკიაჟისთვის. კარგი დიანა, ახლა წავალთ, გოგოები გელოდებიან. არა, ჯული, დიანა გაუმკლავდება ბროვასტის. ხო, გავუმკლავდები, მაგრამ არა მხოლოდ ბროვასტის. გოგოებო, ჯანდაბა გოგოებო, ახლა მაკიაჟს ვერ გავიკეთებთ. დიანა, ლუზერებმა საკუთარი პრობლემები უნდა გადაჭრან. ხო, მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო. ჯული, შენს ბროვასტის დიანა დაელაპარაკება. ცუდი იდეაა. გოგოებო, მხოლოდ ლუზერები კი არ წავიდნენ ძალიან შორს. ყველა ბიჭი ამ სკოლაში, ასე არ ფიქრობთ? ხო, დიანა, შორს შეტოპეს. ფაქტია. ჩვენმა შეყვარებულებმაც კი. გოგოებო, რა გავაკეთოთ? წესები, მხოლოდ წესები ბიჭებისთვის და შევცვლით ძალით. მართალია, მკაცრი წესები. მოგწონს. ლეილა, აი ეს გამომართვი შენია, ახლა მე დავითვლი.იანა, ძალიან კარგად გამოგდის ხალხისთვის გაღიმება. იცი რა, მე ყველას ვერ გავუღიმებ. და ეგ რას ნიშნავს? იმას, რომ ეს შენია. არ ვისმის მარტო ჩვენა გოგოები რატო ვართ სკოლაში? ახლა ბიჭები მარტო ჩვენ ვართ. გამარჯობა ბიჭებო, სად ხართ? გონი ყველა სკოლიდან გაიქცა. კალათბურთელებო, თქვენ განსაკუთრებულები ხართ, თქვი რომ ამ კაფეში ახლა მხოლოდ გოგოები დარჩებიან. და მხოლოდ გოგოები რატომ? რამე სასუსნავი უნდა გვიყიდოთ? დიანა, მე გდავრჩები სადაც მინდა. და ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ? ეს სკოლის კაფეა. გოგოებო, თქვენ არ გვეწუხებთ, შეგიძლიათ დარჩეთ. ძალიან სასაცილოა, სმაილ, მაქს და ტიმურ. გასასვლელისკენ სამამდე ვითვლი 1. ბიჭებო, წავიდეთ. რატომ? დიანას სახე შეხედე. ხო, წავიდეთ. კარგი დიანა. ჰეი, სმაილ, მოდი და აიღე რაც დააგდე. სხვა სმაილიც სხვა ბიჭებში გადის, განსხვავებული საერთოდ არ არის. და კარი დახურეთ. დიანა დღეს გაბრაზებულია. რას ფიქრობთ, რატომ შეკრიბა გოგოები აქ? ალბათ გვეტყვის, რომ თავის მარკუს თავი დავანებოთ. არა მგონია, მოვუსმინოთ. გოგოებო, მინდა გითხრათ, რომ ბიჭები ამ სკოლაში გამხეცებულები არიან. ხო, მართლა გაგიჟდნენ, ასეთ რაღაცას აკეთებენ და ჩვენ უნდა წმინდოთ ეს. ლეილა, ერთი ჭიქა აიღე და ცუდად ხარ? იცი რამდენი გავწმინდე ამ კაფეში?იანა, არ დაგავიწყდეს, მე ვითვლი ფულს. ხო, ბიჭებმა ძალიან შორს შეტოპეს ამ სკოლაში. ხო, ბროვასტი პატივს საერთოდ აღარ მცემს. და იცით რა, მეც მინდა რაღაც ვთქვა, დიმა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. კარინა, წვანე, კარინა თქვი? კოსტომ ტელეფონიდან ფოტოები წამიშალა. გასაგებია, ყველა ბიჭმა ძალიან შორს შეტოპა, ამიტომ ამიერიდან სკოლაში წესები გვექნება. ახალი წესები. ხო, ახალი წესები. მოგესალმებით, მარტო გოგოები? მე მელოდებოდით, გასაგებია, ჩემ გარეშე ეს კაფე არ მუშაობს. წესები ბიჭებისთვის. ძალიან კაცრი წესები. არ მესმის აქ რატომ ხართ? იმიტომ რომ შენ და აისი 2 დღე არ იყავით სკოლაში და ბავშვებს შეიათ. მასწავლებელმა მაიკმა თქვა, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო ამ საქმის გაკეთება. მოვედი, შეგიძლიათ წახვიდეთ, ვირთხებო. ახალი წესები ბიჭებისთვის, რა მოხდა? იქნებ შეყვარებულება მიატოვეს და გაბრაზებულები არიან. განავრცეთ. რა თქმა უნდა, გოგოებო, დეტალები. არ შეგიმჩნევიათ, რომ ბიჭები ამ სკოლაში ძალიან ცუდად იქცევიან? ყველაფერს ანაგვიანებენ თან. საპირფარეშოს იატაკზე ტრიალებენ, ხო და საღეჭრე ზინს აკრავენ ყველგან. მართალია. და სპორტდარბაზში შესვლის უფლებას და ვარჯიშის უფლებას არ გვაძლევენ. და თქვენმა ახალმა შეყვარებულმა სლავამ ბაყაყი დამიტოვა კარადაში. და პატრიკი გვიყურებდა ბაყაყებს. გაიგე ჯიჯი. პატრიკ, ჯიჯი, დაწყნარდი? ამიტომ ამ სკოლაში ბიჭებისთვის ძალიან მკაცრი წესები გვექნება. და ვინც ამ წესს დაარღვევს, სკოლიდან გააგდებენ. Yes! გადით. პიცა ხელები გამიშვი, მასწავლებელმა მაიკმა გითხრა, რომ ამ კაფეში უნდა გვემუშავა. ამიტომ არ შეგვეხო.
კარგი ვირთხებო მოვედი, თქვენი დახმარება აღარ მჭირდება. ინანებ. იცი რა ლეილა, დაანებე თავი, წავიდეს, აიღოს ეს და გაუღიმოს ყველას. ჩემთვის ეგ რთული არ არის. გოგოებო, რომელიმე ბიჭი თუ დაარღვევს ამ წესებს, მითხარით ან მე, ან მასწავლებელ მაიკს. ხო, ჩვენ ვუყურებთ. კაფეში ისედაც აღარ მუშაობთ. შვენიერი ვირთხებო, შეგიძლიათ ეს დაარიგოთ. კოსტა, აბა ერთი წესი მაინც დაარღვიე. ველოდები, რომ დიმამ ყველაფერი გააკეთოს, რასაც მე ვეტყვი. გოგოებო, წესები ამისთვის არ არის. კარგი მეამბოხეებო, წავიდეთ გასახდელში. ყველაფერია რაც მინდოდა. ლეილა, როცა ბიჭები ამას ნახავენ, შოკში იქნებიან. ხო, და პირველი ბროვასტის მივცემ. ხო, და პატრიკმა წაიკითხოს რა ელოდება. გოგოებო, დავბრუნდი, აბა ვის რა გინდათ მითხარით? ანანასის წვენი, 4 ცალი. პატრიკ მორჩა დაგეთე. ბროვასტი მოიცადე, მე ამბოხეების კარდასაც დავხატავ. კოსტა, აბა რა პრობლემა გაკარინასთან? წარმოიდგინე, მან მითხარ რომ მე ძუნწი ვარ. და რა? არაფერი ალბათ მივატოვებ. მოიცა კოსტა, შენ თუ კარინას მიატოვებ, მაშინ მეც მომიწევს რომ საათისფერი მივატოვო. არ ვიცი დიმა, როგორც შენ გინდა, მაგრამ მე კარინათი ძალიან დავიხალე. ალბათ ვეტყვი რომ უბრალოდ მახინჯია. კოსტა ეგ არ ქნა, გაბრაზდება და თვითონ მიგატოვებს. იცი რა დიმა, აღარ მადარდებს. პატრიკ არ იყო საჭირო რომ შეგვეხება. კაი ვისადარდებს. უი, მოიცადეთ. ჩვენგან რა გინდათ? ბროვასტი იქნებ გაიგეს რომ კარატები შევღებით. ვერ გაიგებდნენ. ეს თქვენთვის არის. ეს მოსაწვევია? არა, ეს წესებია ბიჭებისთვის. რას ნიშნავს? წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ და ამ წესებს თუ არ გაყვებით, ბოლოში წაიკითხავთ რაც დაგემართებათ. წესების დარღვევის შემთხვევაში გავარდებით სკოლიდან. მორჩა ბრაუს, მე ჯერ აღარ უნდა დავხატოთ. დაემორჩილეთ ახალ წესებს. კოსტა, ეს რა არის? დიმა, რა თქმა უნდა, ვირთხების ახალი დროugია. არა, აქ წერია, რომ ვინც წესებს არ დაემორჩილება, სკოლიდან გააგდებენ. დიმა, სკოლის წესებთან ვირთხები რა შუაში არიან, მასწავლებელი და დირექტორი კიდე ხო, მაგრამ ვირთხები? კოსტა, აქ წერია, რომ ეს დიანას წესები. კარგი, მაშინ უნდა დავემორჩილოთ. კარგი, გასაგებია, გოგოებზე ვერაფერს ვეღარ ვიტყვით. ხო, დაგვერხა. მასწავლებელმა გთხოვთ აუხსენით თქვენს ბეშვებს, რომ ის მეგობარი ვერ ვიქნები. მე მასკოტი ვარ, ჩერლიდერების მეგობარი. რომეო, ხო, მასწავლებელმა მინდა მასკოტს დაუმეგობრდი, კარგი ბიჭია. მასკოტ, ჩემი აზრით, თქვენ ორი მართლა კარგი მეგობრები იქნებით. მასწავლებელმა რომეო ჩემთან მეგობრობა მარტო იმიტომ უნდა, რომ დიანას მოაწონოს თავი და მე ამაში მონაწილეობა არ მინდა. არა, მასკოტ, იტყვები, რა თქმა უნდა. კარგი მეგობრებო, ამ სკოლაში ისედაც ყველა ერთმანეთის მეგობარია, ამიტომ ხელები ჩამოვართით და თქვენ გზას გავუყევით. ამაზე აღარ იჩხუბოთ. ხო, მეგობარი. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. მასკოტ, რომეო. გოგოებო, თქვენს რამე გაწუხებით? არანაირი პრობლემა, მასკოტ, ჩემთვისაა. წესები ბიჭებისთვის. აი ის რომეო, წაიკითხე და დაიმახსოვრე. ეს რა არის? წესები და წერია, რომ გოგოები არ უნდა გააღიზიანოს ზედმეტი სიყვარულით. გაიგე რომეო, ეს შენთვისაა. კარგი, მივდივართ. გოგოებო, კარგია, წესები ბიჭებს მართლა ჭირდებათ. მასწავლებელმა უბრალოდ წაიკითხე. არ დაიკავოს კაფეტერიაში გოგოების ადგილი, არ დააწყოთ ფეხები მაგიდაზე. არ იტრაბახოთ გოგოების წინაშე. ბიძია მაიკ, ეს რა არის? წესებია რომეო, როგორც ეს გოგოები უკვე ძალიან შეაწუხეთ. მორჩა რომეო, ეს წესები დაიცავ, თორე სკოლიდან გაგაგდებენ. წესები შენ დაიცავ. მე ისედაც ვიცავ. ეს სუნამო იმდენი ხანია არ გამომიყენებია. გოგოებო, ზედმეტი ხომ არ მოგვივიდა ბიჭებთან? ყველა ცუდად ხომ არ იქცევა? არა, ზედმეტი არ მოგუსვლია, იმსახურებდნენ. თან ყველა ბიჭი წესებს არ დაემორჩილება. და შემდეგ ძალიან კარგად ვიცით რა მოყვება მაგას. დიანა, მგონი ჯიჯის და ჯულის პრობლემა უნდა გადაგვეჭრა და მთელი სკოლისთვის არ გვეთქვა ეს ყველაფერი. არა, მე ვფიქრობ, რომ წესები საჭირო იყო, განსაკუთრებით კალათბურთელებისთვის. მერი, თავი დაანებე კალათბურთელებს, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გაიაზრეს მაგათ. გოგოებო, საკითხავიც არ არის, წესებია და უნდა დაემორჩილონ. გოგოებო? გოგოებო, გამარჯობა. არ დააგდოთ სკოლაში ნაგავი. სკოლაში ნაგავი არასდროს დამიგდია. გამარჯობათ ბიჭებო, თქვენს ადგილას არ გავიცინებდი, ეს წესები ყველას ეხება. დიახ, მარკუს, წესები ყველასთვის. ხო, მაგრამ ამ სკოლაში არ ვსწავლობთ. მერე რა, მაგ წესებს მაინც უნდა დაემორჩილო. უაზროა, ეს რას ნიშნავს გოგოებზე ჭორები არ გავრცელოთ, ასეთი არაფერი გამიკეთებია. დაუთმენთ გოგოებს კაფეში ადგილი, ეს ვინდა წერა. დიანამ, ბიჭებო, ეს წესები ყველასთვის არის. კარგი საყვარელო დაწყარდი, წამო კაფეში წავიდეთ. მადლობა, მაგრამ გაკვეთილები გვაქვს, გოგოებო? გნახავთ. ბიჭებო, ეს წესები მართლა უნდა დავიცვათ. არა, ალბათ უბრალოდ ხუმრობაა. ბიჭებო, არ გინდათ ფეხბურთი ვითამაშოთ, სანამ გაკვეთილები აქვთ. მე ლურჯი ვარ.
პირველი წესი არ მიაყენოთ გოგოებს შეურაცხყოფა, არა ალბათ მართლა ხუმრობაა. მეორე წესი არ დააგვიანოთ სკოლა, არ დაყაროთ ჩიფსები ძირს, ეს ალბათ ლუზერებისთვისაა. ხო, მესამე არ მიაწებოთ საღიჭი რეზინები მაგიდაზე, ეს ალბათ პროფსისთვისაა. არ გავრცელოთ ჭორები გოგოებზე. ტიმურ, რა ტიმურ, მე გამივრცელებია გოგოებზე რამე. კარგი ბავშვი, უბრალოდ ვიხუმრე. შემდეგი არ გაიგიდოთ გოგოებს და მათ სიყვარული არ აუხსნათ. ხო, ეს აუცილებლად იარას დაწერილია. ბიჭებო, ჩვენ კალათბურთელები ვართ, ეს წესები ჩვენ არ გვეხება. ხო და თან ამ სკოლაში საუკეთესოდ ვიქცევით. ხო, წამოდით ვივარჯიშოთ. გოგოებო, ბიჭებმა მართლა ძალიან შორს შეტოვეს. ხო და გაკვეთილზე რა ჩუმად ისხდნენ? რაიან, ამ წესებს შენც უნდა დაემორჩილო. გოგოებო, მე ისედაც კარგად ვიქცევი. რაიან, აქ ნორმალურად არავინ იქცევა და შენც არ ხარ გამონაკლისი. გეუბნებით, არაფერს არ ვარ ხოლ. რაიან, ფრთხილად იყავით, თორემ გაგაგდებენ. ამით ნუ მაშინებთ, მაინც არ გამაგდებენ. არა და არ მინდოდა ბიჭების წყენინება. სლავო, ბურთი მომე. ვა, ბიჭებო. აბა რამე წესი ხომ არ დაარღვიათ, სანამ ჩვენ გაკვეთილზე ვიყავით? გოგოებო, რა? ჩვენ საუკეთესოდ ვიქცევით. მასკოტის გარდა. რა მასკოტი, თქვენ ყვიროდით მთელი თამაშის განმავლობაში, უკვე ძალიან დავიხალე. დიანა, ეს წესები თუ ყველასთვის არის, მაშინ ეს ბიჭებიც აღარ უნდა მოდიოდნენ სკოლაში. მოიცა მასკოტ, ბიჭებო? იტყუება, ხო და მე ამ მოხეებზე ტყუილებს ავრცელებს. ხო, მასკოტ. გოგოებო, მათ რატო უჯერებთ, ძალით აკეთებენ. დიანა, ეს ჩემი უფლებების დარღვევაა. არაფერი არაა სასაცილო, მაიძულებენ რომ რაღაც წესები დავიცვა. ხო, რაიან, სკოლაში ახალი წესები გვაქვს და ყველას ეხება. დიანა, შენი შეყვარებული და მის მეგობრები ამ სკოლაში არ უნდა იყვნენ. ხო, ვეთანხმები და მცინია. რაიან, ასე მოქცევას თუ გააგრძელებ, მხოლოდ ისინი არ დაგცინებენ. ხო, ჩვენც გვეცინება. ხო, ხედავთ, მე ამოხეებო, მეც დავიღალე. ჩვენო ძვირფასო შეყვარებულებო, გახსენებთ, წესები ყველასთვის არის. ხო და თქვენ გამონაკლისი არ ხართ. კაფეში წავიდეთ? წავედით. გოგოებო, შენს მოვდივართ. მე ამოხეებო, მოიცადეთ, მეც მოვდივარ. დიანა, მოიცადეთ. რაიან, ისწავლე წესები. ვაუ! მოქმედებს. ბიჭები მართლა შეიცვალნენ. გოგოებო, ეს ცოტა ზედმეტი ხომ არ არის? მადლობა, მე ამბოხეებო. გთხოვთ, არ არის საჭირო. მე ამოხეებო. პროვოსტი, რატო დგას ყველა აქ? ან ჩვენ რატო ვართ? იმიტომ რომ წესები დავარღვიეთ. პროვოს, ახლა სკოლიდან გაგვაგდებენ? არა, ვერ გაიგებენ რომ ჩვენ გავაკეთეთ. მოიცა, აქ რა ხდება? კარგი, ბარემ მეც დავდგები. დიანა, იქნებ ჩვენ შეყვარებულებს უფლება მივცეთ და არ ღვიონ წესები. არა, ნასტია, ეს წესები არის ყველა ბიჭისთვის. ხო, ჩვენი პატივისცემა უნდა იცოდნენ, განსაკუთრებით მაქსი კალათბურთელი. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ბიჭებს ახალი წესები გავუკეთეთ და იმედია გაამართლებს. ნახვამდის! და გოგოებისთვის ახალი წესები იქნება. გასაგებია. ვაიმე, ძალიან შეგვეშინდა.